მოგესალმებით საღდგომო თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს, რაც მოსახლეობისთვის საკმაოდ საინტერესოა. პირველი დავიწყოთ, რა შემთხვევაშია საღდგომო კვერცხის საფრთხილო? აქ რა თქმა უნდა, პირველი უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვერცხი გახლავთ მალფუჭებადი პროდუქტი და მას აქვს გარკვეული პირობა როგორც მომზადების, ისე შენახვის. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც კვერცხი მოიხარშება, ამის შემდეგ პირდაპირ მოთავსება მისი მაცივარში სასურველი არ არის. რეკომენდებულია მისი გაციება გამდინარე წყლის ქვეშ ან სხვა გზით და შემდეგ მოთავსება მაცივარში. მეორე, რომელიც ასევე საღდგომო პერიოდისათვის მნიშვნელოვანი რჩევა იქნება, არის თუ არა კვერცხის მიღება მაცივარში შენახვის გარეშე პირობებში სრულიად უსაფრთხო. აქ გარკვეული დროის ლიმიტი არსებობს. თუ თქვენ საღდგომო კვერცხი უნდა მიირთვათ, უმჯობესია ეს პერიოდი შემოიფარგლოს მაცივრის გარეთ 2 საათიანი ხანგრძლივობით. ანუ სრულიად უსაფრთხო პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ კვერცხი მიირთვათ, ეს არის მაცივრიდან გამოღების შემდეგ 2 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს, რომ მე-3-4 საათზე იქ რაღაც ცვლილებები შეიძლება განვითარდეს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სრულ უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს, რა თქმა უნდა, უმჯობესია ეს იყოს კვერცხი, რომელიც მაცივრიდან გამოღებულია და ოთახის ტემპერატურაზე ინახება 2 საათის განმავლობაში. ძირითადად გვაქვს პრაქტიკა ესეთი, რომ საღდგომო წითელი კვერცხი მუდმივად დევს სუფრაზე. აი რა პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ამით, რა ხიფათი შეიძლება ავიკიდოთ, თქვათ, მუდმივად მთელი დღის განმავლობაში ნადები კვერცხის შემდეგ მირთმევით. არა მარტო სუფრასთან, მაცივარში შენახვასაც თავისი ხანგრძლივობა აქვს, ითვლება, რომ უსაფრთხოდ მაცივარში შეიძლება შენახული იყოს 7 დღის განმავლობაში. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რა საფრთხე შეიძლება იყოს ესეთი კვერცხის მიღებისა, ძირითადად ეს უკავშირდება იმ ბაქტერიებს, რომელიც შეიძლება გამრავლდეს კვერცხში არასათანადო შენახვის პირობებში. უფრო მეტად ეს არის სალმონელა და კამპილობაქტერი, ეს არის ბაქტერიების 2 ტიპი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიარეით მიმდინარე დაავადებები, უფრო მძიმე შემთხვევებით შეიძლება განვითარდეს სალმონელათი განპირობებული, ამიტომ ამ თვალსაზრისით ძირითადი აქცენტი კეთდება სწორედ მალფუჭებადი პროდუქტის სწორი შენახვა, არის გარანტია იმისი, რომ ჩვენ კვერცხის მიღების შემდეგ არ გაგვივთარდება რაიმე გართულება კურდღლავის თვალსაზრისით, თუ ეს გართულება განვითარდა, ძირითადი აქცენტი იქნება ტემპერატურის მატება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ღებინება და ასე შემდეგ. რამე ლიმიტი თუ არსებობს კვერცხის რაოდენობასთან დაკავშირებით დღის განმავლობაში? აქ ერთადერთი ლიმიტი ალბათ არის ინფორმაცია არის თუ არა ადამიანი ალერგიული კვერცხის მიმართ. კვერცხი ზოგადად განეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ალერგიის მომცემ პროდუქტების კატეგორიას. კვერცხით განპირობებული ალერგია ზუსტად ისეთივე ხშირით არის, როგორიც არის თქვა შოკოლადით განპირობებული, თხილით განპირობებული და ასე შემდეგ, ანუ ყველაზე ერთ-ერთი გავრცელებული ალერგიული პროდუქტი. ამიტომ თუ თქვენ არ გაქვთ ალერგია კვერცხის მიმართ, აქ რაღაც რაოდენობრივი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ აი ალერგიის შემთხვევაში აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ 2 კვერცხს მიირთმევთ თუ 3 კვერცხს თუ კვერცხის ნახევარს, მცირე რაოდენობით კვერცხზე შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია. და ერთსაც კითხავთ საღდგომო პასკასთან დაკავშირებით. ქსელებში გამოდის პასკა, რომელიც გარკვეული ნაწილი იყიდება, გარკვეული რჩება და შემდეგ ეს დარჩენილი რაოდენობა იყიდება მთელი წლის განმავლობაში. არის თუ არა პასკა 7, 8, 9 თვე უსაფრთხო? არ მგონია 7, 8 და 9 თვე რომელიმე პროდუქტის შენახვა, რომელიც განეკუთვნება ესეთ კატეგორიას, პურფუნთუშეულის კატეგორიას იყოს უსაფრთხოზე ლაპარაკი არის ერთი თვალსაზრისით. პირობა უნდა იყოს მკაცრად დაცული. აი ამ პროდუქტში შეიძლება განვითარდეს ობისოკო, რომელიც თავისთავად წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ წყაროს სხვადასხვა გართულებების თვალსაზრისით, ასე რომ აქ შენახვის პირობა უნდა იყოს იდეალური ტემპერატურა, იდეალური სიმშრალე, იდეალური ტენიანობა და ასე შემდეგ, ასე რომ თუ ეს პირობები დაცული არის, არანაირი 7-8 თვეზე საუბარი არ არის. მაგრამ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ საუბრობთ პურფუნთუშეულზე, აქ ალბათ მისი მოხმარების პერიოდიც უნდა იყოს განსაზღვრული არ მხოლოდ ვარგისიანობის, არამედ მისი გემოვნური თვისებების შენარჩუნების თვალსაზრისითაც.
ამიტომ აქ რამდენიმე დღეზე და კვირაზე საუბარი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით თუ ეს ეხება სწორად შეფუთულ პასკას, რომელიც ინახება ისეთ ადგილას, სადაც მშრალი და არ არის ტენიანი და ტემპერატურული რეჟიმით შენარჩუნებულია, რა თქმა უნდა, მისი გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ეს პერიოდი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, მართლაც ხანგრძლივ პერიოდს მიეკუთვნება, აქ ალბათ უფრო სწორი იქნება ორცხობილას ფორმა მივცეთ აი ამ პროდუქტზე ორცხობილას სახით უფრო შემდეგ გამოყენება. მადლობთ, გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.